მოგისალმებით ძვირფასო მეგობრებო, მტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. როგორც ვთვლობ ზოგიერთი რომ რაღაცის თქმა არ მინდა, გაშღერება არ მინდა და აი ანკესით რომ არის რაღაც მათქმევინოს, რა უნდა მათქმევინოთ თქვენ სად ხართ, რა სჭამთ. ნახოთ. გასიახლე შემოდის, რა ეტაპზე ხართ, რა ხდება. ცოტას მისეულად მინდა გაშლა. მოდი, რომ ხრივი დასტახომ არ გამოვიყენო. დიდი ხანია ესეთი გაშლა მე არ გამიკეთებია, ამიტომ ბატონო, უკაცრავად. დიდი ხანია მე ასეთი გაშლა არ გამიკეთებია. ეხლა არ გამოხდეს აქ ზოგიერთები ეზოთერიკოსები და მე არ ვკითხულობ შებრუნებით ისე არ ვიცით რომ არ ვკითხულობთ შებრუნებით. მეც იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ხანდახან საჭიროა. კი ბატონო, ნახოთ თუ რამე შებრუნებით დაფიქსირდება, ესთვის არის შემდეგი გაშლა. რა იყო? ჯერ ერთი ჩქარის სწრაფი გადაწყვეტილებები რაღაც ესეთ ეტაპზე ხართ, მაგრამ მეორე მხრივ აი აქ არის თითქოს ისეთი შეგრძნება რომ რაღაც ღმერთი არ გწყალობ, შეიძლება ფიქრობდეთ რაღაცა მზურგი გაქციათ, რაღაცა არ გამოდის. ესეთი დამოკიდებულება გაქვთ თითქოს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის უბრალოდ თქვენი საქმე უნდა აკეთოთ ამ შემთხვევაში სწრაფად მართალია, მაგრამ ძალიან ჩუმად. აი ამ პოზიციაზე უნდა გადახვიდეთ. შეიძლება გრძნობთ რაღაცა არ გიღალატონ, არ მოგატყუონ, რაღაც არის ესეთი შეგრძნებები. ეს მოდი ასე გეტყოდით, ამ გაშლაში მე ზუსტად გეტყვით, რომ ეს არ არის ტყუილად. აქ პირდაპირ მინიშნება არის, რომ გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ შეუმჩნევლად, სად მიდიხართ, როგორ მიდიხართ, რატომ მიდიხართ, რას საკეთებთ, აი ესეთი ვარიანტი. მაგრამ აქ არის უკვე მინიშნება თქვენს გაქვთ თითქოს შეგრძნება, რაღაც უნდა დააჩქაროთ, რაღაც გადაწყვეტილებაზე უნდა მიხვიდეთ, ხო? ამბიციაც გაქვთ. იცით რა, მტკიცე ხასიათიც არის და არ არის გამორიცხული, რომ რაღაცას ძალიან ესე დოგმატურად, აი ეს არის სწორი, ეს არის, ასე უნდა იყოს, აი ესეთი ფორმით მიყვებით და იცით რა, წარმატება გაქვთ თქვენ აქ ნამდვილად. უბრალოდ აი ეს დაჩქარებული შეგრძნება, ეს არის წინასიტყვაობა, მაგრამ თან ამავდროულად რომ ითვალისწინებ, მოდი წესებს, კანონებს, გინდა რელიგია, რაღაცა აი ამას რომ ითვალისწინებთ და არა ესე სპონტანურად და თანამედროვე წესებით და რაღაც ესე არ მიყვებით, ხო? საქმეს კი წესები ყველგან არის დასაცავი. თქვენ რას ლაპარაკობთ? წესები და კანონებზე და პატივისცემაზე არის სინამდვილეში მთელი ენერგიები აგებული, რომელიც ბევრ ადამიანს არ გააჩნიათ. ეხლა მქონდა ესეთი შემთხვევა, ერთ ადგილას მივედი და ისე ხმამაღლა დამელაპარაკა ერთ-ერთი, ადამიანი და სხვათა შორის ძალიან ისეთი უბრალოდ რომ რაღაცას დაბალ საფეხურზე არც უფროსი, არც არაფერი. არაფერი მწუთი არ უთხარი და შემდეგ ავდექი და უთხარი საზოგადოებაში შენ კი არა ზოგადად არავინმა, მაგრამ ხმამაღლა არ უნდა დამალაპარაკო. თუ შენიშვნა უნდა მომცე, ხმადაბლა უნდა მომცე, თუ რაღაცა მით უმეტეს არ უნდა შემომიყვირო და ისე გააკეთა, რომ ვითომ უფროს ანახვებს, რომ იცი რა, მე არ შემომიყვირია და მიუღებლობა რატომ გაქვთ ყველას და თანაც ღლაპუცუნა, თორე ეხლა წარმოიდგინეთ და ასე ვთქარი, მე არ მეშლება წესები და არც ურთიერთობა და არც დამოკიდებულება მეთქი.
მე გეუბნებით, რომ ხმადაბლა უნდა დამალაპარაკოთ მეთქი. და გამოვიბრუნე პირი, მეტი არაფერი არ მithქვამს და შემდეგ ხედავ, მიდის და უფროს სიგარეტი რომ მოიღო თვითონ აუნდა. ეს არის უკვე ნახეთ პრიორიტეტების განსაზღვრა. მოდით გამიჯვნა ერთმანეთიდან და ამავდროულად აქ წესები დაცული არ არის. წესი ყველასთვის ერთი არის ხალხო. არ აქვს მნიშვნელობა ის რომელს თანამდებობაზე რა საფეხურზე არის ჯერ ერთი. მე არ მაქვს ცუდი თანამდებობა, ახლა უფროსიც არ ვიყავი, დირექტორიც არ ვარ, ხო? მაგრამ აი აქ ნახეთ პატივისცემა, მაგრამ ეს პატივისცემა არ არის როგორი რაღაც იცი, ის უფროსია, ის მდიდარია, ის ასეთია, შეიძლება ვიღაცას ჩემ პროფესიაც არ მოიჩვენოს არაფრად, სიტყვაზე ვიძახი, ხო? ან ადამიანი ვერ შეაფასო, მაგრამ ამ დროს თავისუფლად შემიძლია ერთი ასეთი დაწკაპუნებით უფროს პანჩურის ტყვევით გავაგდებინო სამსახურიდან. ეს კიდე სხვა თემაა, სხვა საკითხია, ხო? თუმცა ადამიანი ვერ გაფასებს. პატივისცემა, დაფასება, აი ყველაფრის მიმართ უნდა გქონდეთ ზოგადად. ვიღაცამ რომ გაგიღიმათ, იმის მიმართაც უნდა გქონდეთ დაფასება. იმ დღეს მით უმეტეს ყველაზე ღირებული მე ვფიქრობ ადამიანებიდან ეს არის, რომ გაგიღიმათ, დრო დაგითმო ადამიანო. ხო. აი აქ ზუსტად ამაზეა, აქ თქვენ ვისთვისაც ეს გაშლა არის, ამ ყველაფერს ეს ყველაფერი თქვენთვის ღირებულია. ანუ მე რაც თქვი იმ საზოგადოებას თქვენ არ მეკუთვნებით. კი ბატონო, ყველაფერს რომ ყურადღებას აქცევს და ეს ასე არის, ეს ასე არის, ესე არის. ბეჭედ დასმული, ხო? ეს არის წინა სიტყვაობა, ჩემო კარგებო. მოდი და ვნახოთ. შემდეგ ვნახოთ რა გაქვთ გასათვალისწინებელი მაშინ ამ ყველაფრის შემდეგ კი იმოძრავე ჩუმად სწრაფად ეს გადაადგილება ეს უკვე თითქოს მარტოს წინა სიტყვაობაში არ არის შემდეგადაც გიფიქსირდებათ უკვე რჩევის სახით თუმცა ვნახოთ რა შედეგებს რა უნდა გააკეთოთ მოდი კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ აი ესეთი რაღაც რა გაქვთ გასაცნობიერებელი მოდი ეს ვნახოთ რა გაქვთ გასაცნობიერებელი ასევე რა უნდა გაითვალისწინოთ და კითხვები არ დამავიწყდა საქართველოსაც უცებ წამოვიდა ეს კითხვები და მე ხო არ მაქვს ჩაწერილი და ამიტომ რა გაქვთ გასაცნობი მოდი ჩავიწერთ თორემ დავიწყდება უკაცრავად აქ მაქვს ადგილი ერთი წუთით აი აქ ჩავწერთ თორემ რა გაქვთ გასაცნობიერებელი კარგი დამავიწყდა უკვე მეორე კითხვა იყო გასაცნობიერებელი აქ არის ესეთი მომენტი ჩემო კარგებო ეხლა გამოვიდა უყურმა ვარიანტებში დაბნეული ხართ და შესაძლებელია ამას ვერაცნობიერებთ ამ წუთში რაღაცა რთული არჩევნის წინაშე ხართ ვარიანტები და იდეები არ გაქვთ თქვა ამას ვერ ვიტყვით მაგრამ რაღაცა ისეთნაირად ხართ რომ თითქოს ერთმანეთს უპირისპირებთ ყველაფერს და რაღაცა როგორ არის ან ვალდებულებებიც მე ვერ ვიტყოდი რომ აქ ვალდებულებები არა გაქვთ და ესე ხართ მოკლედ რა გააკეთოთ არის და შესაძლებელია საერთოდ ეს ენერგია უკვე თქვენ გაჩერებთ აი ამ პოზიციაზე ხართ ხო მაგრამ როგორ უნდა დაინახოთ თქვენ რა გაქვთ გასაცნობიერებელი აი თქვენ უნდა მისცეთ საკუთარ თავს არ აძლევთ უფლებას დანახვისას ეს როგორ უნდა აგეხსნათ ახლა ხო ნახეთ უნდა განთავისუფლდეთ ტკივილიდან სხვა ვარიანტი აქ თქვენ არადა თელი მომავლის დანახვა შეგიძლიათ საქმე ამაში არის ყველაფერს შეამჩნევთ აბსოლუტურად ყველაფერს გაიაზრებთ უბრალოდ ტკივილიდან ვერ თავისუფლდებით და აი როგორ არის ფოკუსირებას ვერ ახერხებთ უკვე დანარჩენ საქმეზეც ეს ტკივილი გაჩერებთ თქვენ
აჰა, აქ არის როგორი რაღაც იცით, შესაძლებელია თქვენთან ზუსტად ის მომენტი იყო, თქვენ ხო ესეთი შეხედულებები გაქვთ, ეს არის წითელი, ეს არის შავი, აქ არის აღმართი, აქ არის დაღმართი, ეს არის სწორი, ეს არის არასწორი, ესე უნდა მოიქცეს, ესე არ უნდა მოიქცეს, ესე უნდა აი ესეთი მიდგომებით გაქვთ თქვენ ვერ იტყვის თქვენი ადამიანი, რომ შავზე გინდა თეთრია თქვიო, არა, შავია კაცო, თვალებს ამოჭიჭკნი, შეიძლება ვიღაცა შავია, რაც მალაბარა, მაბრმავებ, ნახეთ, თქვენ არ შეგიძლიათ რაღაცა ილუზიურ მდგომარეობაში და ილუზიებით იცხოვროთ და ესე გადაიტანოთ, ხო? აი ზუსტად ეს არის, ეს თქვენი მიდგომები აქ რაღაც არ გამოვიდა, ხო? მოტყუებულად მოტყუებულად იგრძენით თავი და რაღაც ეს მომენტები გაქვთ შინაგანად და ნახეთ აი ამქედან ფოკუს ვეღარ გამოდიხართ აქედან რომ ეს როგორანაირად ჩემთან რანაირად ხო რატომ ესე გამოვიდა რატო იცით არასწორს იმაში მოხვდით არასწორი კომუნიკაცია არასწორი საზოგადოება არასწორი ადამიანი არასწორი რატო დავიძახე ახლა მე არასწორი შეიძლება რამე არასწორი ხედვა მაგას მე ვნახოთ კიდე გავცემ პასუხებს როგორც ახლა ნახეთ შინაარსი ხო გამოვიტანე აი ნახეთ როგორი რაღაც არის აქ თქვენ გჭირდებათ კომუნიკაცია მეტი თქვენ გჭირდებათ კომუნიკაცია რატომ იმიტომ რომ აქედან წამოვიდეს მოდი მაინც ვკითხოთ ტაროს ახლა რატომ გჭირდებათ ეს კომუნიკაცია რას გულისხმობ კომუნიკაციაში რატომ გჭირდება ადამიანს ეს კომუნიკაცია აი ამ ახალ ეტაპზე რო გადახვიდეთ თქვენ კომუნიკაცია მეგობრები თანამშრომლები შეიძლება ძმა და რავი ვიღაცა ვისთან აი სიახლოვე ადამიანებთან უფრო მეტი სიახლოვე რაღაც ვერ ვიტყვი ჩაკეტილი მაგრამ აი ამ ტკივილში ხართ აი ამ ტკივილიდან რო გამოხვიდეთ რომ განიკურნოთ ეს შიში ეს ეჭვი ეს ყველაფერი ნახეთ თქვენ ეთყობა უკვე გადახვედით მაგ პოზიციაზე იმოძრაო კი ჩუმად ისე არ მინდა რავინ არაფერს არ გავაგებინებ იცით რა არ გააგებინებთ ერთი არის შეიძლება თქვენ რასაკეთებთ დღის რუტინაში რა გაქვთ ეს არ უთხრათ ადამიანს და თქვენი გეგმებზე კი არ უნდა ისაუბროთ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ საერთოდ გაეთიშოთ ადამიანებს არა აქ აუცილებელი არის კომუნიკაცია ოღონდ ისეთ საზოგადოებასთან რომელიც სითბოს სიყვარულს მეგობრობას თანამშრომლობას რა ვიცი დაძმურ ურთიერთობას ოღონდ კარგ ურთიერთობას აი ამ ყველაფერს მოგიტანთ გაიგეთ როგორი რაღაც არის აქ და ვფიქრობ მომდევნო კითხვა რა იყო ყოველ შემთხვევაში მე რასაც მიპასუხებს ტარო ახლა ერთად წამოვიდა კითხვები და მე უცებ ბრახ დამავწყდა აქ ნახეთ შესაძლებელია თქვენ რა გჭირდებათ ეს იყო ხო კარგი ასე წავიკითხავ ცოტა ამბიციაც გჭირდებათ ცივი გონება გჭირდებათ ადრენალინი გჭირდებათ რომ გადალახოთ რაღაცა აი ეს საზღვარი ეს ტკივილიდან გამოხვიდეთ აგრესია შეიძლება დაცლილი ხართ მთლიანად აქ სხვა აქ რა არის აქ დაცლილი ხართ არც აგრესია გაქვთ არც ტკივილი გაქვთ ეს გჭირდებათ თქვენ აგრესია გჭირდებათ იცით რა არის აქ ესეთ რაღაცას გეტყოდით გაიხსენეთ რაღაც ძველი ისტორია რაღაც ენდე უფრო მეტად ხალხს გაუშვით ის რაღაცა წენა დაასრულეთ ეს გულის ტკივილიდან გამოვით არა ეს სიტყვერა ძალიან ადვილია სათქმელად მაგრამ რეალურად ამისთვის დრო არის საჭირო აი ამიტომ გჭირდებათ კომუნიკაცია თქვენ
რომ დროში და ესე არ გაიწელოთ და არ გაჩერდეთ სხვა საქმე, სხვა რაღაცას რჩებით, ხო, რომ ვეღარ მიდიხართ წინ. ამიტომ გჭირდებათ კომუნიკაცია და ადამიანები, რომ ეს ადვილად გამოხვიდეთ აქედან. მოდით კიდევ დავუშვით ცოტა ყველაფერში ახლა ესე ძალიან კინო, თქვენ მილიონს კინო ანდობთ, კაცო. თუ მილიონერები ვიღაცას სხვას და ხალხს საზოგადოებას ან თქვენს მომავალს კი ნუანდობ თქვენ რამე გადაწყვამ გადაწყვეტოს ვერავინ ვერ გადაწყვეტავს ხალხო ვერაფერს თქვენს მაგიბრად ვერავინ თქვენზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს აი ეგეთ სხვა ადამიანს ნუ მიანდობთ თქვენს მომავალს აი შეხვედით კომუნიკაციაში რაღაცა მოუყევით და გადაგიწყვიტოს ვიღაცამ არა თქვენ უნდა იგრძნოთ ეს შინაგანად თქვენ უნდა მიხვდეთ მაგას მე რა თქმა უნდა არ გულისხმობ რჩევები არ მოისმინოთ ან ესე კონსულტაციებზე არ მიხვიდეთ ადამიანთან არა ეს რა თქმა უნდა მოისმინოთ სხვადასხვა აზრით და გაიაზროთ რაღაცას იქნებ ვერ ამჩნევთ ხო ვერ ხედავთ მე ვამბობ სულ სხვანაირად აი ესე გაიცანი ვიღაცა ენდე და აი მე იქნებ ახლა აი ნდობას რადგან ვამბობ და ყველაფერი გადმოულაგოთ ამ ადამიანს ეს არ უნდა გააკეთოთ ხო აქ ვისაც მიგაჩნიათ კიდევ რომ მე ბევრს ვლაპარაკობ და ზედმეტს ვლაპარაკობ და არ ვიცი რა ვილაპარაკო იცით რა გითხრათ კბილები კარგად გამოიხეხეთ გაიგეთ კი ზუსტად იმ ხალხს კბილები გაქვთ გამოსახეხი აქ თქვენ თუ რამეს თქვენს თავზე კითხულობთ ან მიგაჩნიათ ჩემზე რაღაც მე რაც ჩემზე არის საუბრობ ვამბობ ვაკონკრეტებ რაც არა და თქვენ მოირგეთ ან თქვენი შეხედულებები შეინახეთ თქვენი შეხედულებები ერთხელ კიდე მოხდა ისეთ რაღაცა ადამიანმა აი ძალიან ბევრს რა ისეთ რას მე ლაპარაკები ადამიანო შენი ჭკუით მივლია მიცხოვრია ხო აბა აქამდე ზუსტად უნდა შემოგაგინოთ კარგით რა გჭირდებათ კიდევ ამ ეტაპზე რა უნდა იცოდეთ რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ტრანსფორმაციას ვერ გადიხართ ტრანსფორმაციას ვერ გადიხართ ძვირფასებო ვერ თავისუფლდებით თქვენ აი ზუსტად ამ ძიმე ენერგიებიდან აი ეს არის პრობლემა აქ შეიძლება აი ზუსტად ეს უსამართლობა ნუ ერეგუებით ახლა თავისთავად არც გეუბნებით რომ შეეგუოთ არა ახლა რაც შესაძლებელი არ არის არ უნდა შეეგუოთ აქ როგორ არის იცით რაღაც თითქოს იმედი დაკარგეთ იმედი აი ამაშია მთელი პრობლემა იმედი დაკარგეთ თითქოს შესაძლებელია თქვენი ძველი მე გარდაიცვალა ესეც შესაძლებელია ამასობაში მაგრამ თან უიმედოდ ხართ იცით რა რაღაც ცრემლმა დამახრჩო და აქ რაღაც იმხელა ტკივილი ეთყობა თქვენ გადაიტანეთ რომ აი კი თქვენ ამისთვის ალბათ კი არა გიტირიათ კიდეც ხო იცით რა არის შესაძლებელია აქ თქვენ ზუსტად შეწყვიტეთ რაღაც ძებნა შეწყვიტეთ თითქოს ძებნა ეს რომელი არკანია მოიცადეთ არა
ობიექტურად ვერ აფასებთ რაღაცებს უკაცრავად, ობიექტურად ვერ აფასებთ აქ რაღაცებს. იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი წარმატება გაქვთ თქვენ, ძალიან დიდი სიხარული, ეს არის 100%-იანი. უბრალოდ რაღაც თქვენი, კარგი, მოდი ვნახოთ. კითხვა აქ. რატო დაკარგა იმედი ამ ადამიანმა? რატო დაკარგა ახლა გასაგებია ეს იმედგაც, მოტყუებულად, იმედგაცრუებლად ესე იგრძენით თავი, ხო? რატო ესე მოხდა? მაშინ კითხვა რა დავსვა. რა გააკეთოს ეს კითხვა არის. რაღაც კითხვა მჭირდება, კითხვა და მე ასე იკარგებით თქვენს. ეს ჩემი ენერგია არ არის, ეს არის თქვენი ენერგია. რა ობიექტურობაზეა მოდის საუბარი, მაშინ ასე დავსვათ კითხვა. რა ობიექტურობა, რაში უნდა იყოს ობიექტური? რაში უნდა იყოს ობიექტური აქ ეს ადამიანი? რაში უნდა იყოს? ხო, თქვენს როგორ არის იცით, წინ რო ამხელა წარმატება, ერთ ადგილას ხართ ჩაციკლული რა, რასაც იტყვიან. წინ იცით რამხელა წარმატება, თქვენ რამხელა შინაგანი ძალა, სიძლიერე, ეს ყველაფერი გაქვთ. ამას ვეღარ აფასებთ რა. იმედისთან, ეს იმედის დაკარგვა მთლიანად. როგორ არის იცით, რაღაცას როგორ იმაშვებით, იცი, შეიძლება ეხლა რომ იციან თქმა მეორედ მოსვლა და ადამიანი შეიძლება დაპანიკდეს. ბავშვობაში მჭირდა ესეთი რაღაცა 2000 წელში იქნებაო მეორედ მოსვლაო და მთელი ბავშვობა მუხლდა და მას დავარდნილი ვლოცულობდი. ღმერთო მეთქი მეორედ მოსვლას 2000 წელს მომასწარით. 2000 მე მაშინ სხვათა შორის გავიგონე რაღაც ხმა შენ უფრო დიდხანს იცოცხლებო კაცო რა 2000 თითქოს მეგონა 2000 წელში სრულდებოდა მთელი დედამიწა კი არა ყველაფერი მე ვიმიღავი ხო და მინდოდა ეს მენახა შენ მოესწრები მაგ ყველაფერს მეტხანს იცოცხლებოდა გაიგეთ რა ხდება მე იყო ეს მომენტი ის რო დაიწყო რა ქვია პანდემია ჩავთავ ბიჭო ტელევიზორ ზოგადაცახში არა მაქვს და მაშინ წავედი და ვიყიდე რაღაცა ვიცი მე გავაკეთე მოკლედ ეს ჩავთავ ტელევიზორს რა ხდება ქვეყანას წავედი ვიყიდი ის რა ქვია მაღაზიებშიო ვერ შეხვალთო დისტანცია დაიცავითო პროდუქტი ამოიწურება თითუშე მეშინ და მე ვიფიქრე მე რამე წყალით უნდა მოკეტილიყო თავისთავად და ხალხი უნდა დაწყობილიყო გაზით შეწყდებოდა წყალით შეწყდებოდა და მაღაზიაში მივდიოდი და ყვირულობდი ბრინჯს და გრეჩიხას იმიტომ რომ თავ შეინახავს მეთქი ანუ მალე ფუჭებადი პროდუქტი ხო მალე გაფუჭდება ეს დიდხანს იგი რაზე უნდა გამეკეთებიან რა უნდა მომეხარშა ისე ხმელად ხვარი ხوار დავკნიტავდი ნეტა რა მქონდა გონებაში ეს იყო პანიკა ხალხნო ნახეთ კიდე ჩავთავ ტელევიზორთან მოვალ დავაწყობ ამ პარკებს მოვალ დავაწყობ ბოლო გადაივსო ის სამზარეულო და ერთხელსაც ესე კიდე დავპანიკდი წავალ ვიყიდი მოვალ წავალ დავპანიკდი ერთხელსაც კიდე და ბიჭო ახლა კი წავალ კი ვიყიდი მაგრამ მოდი ჯერ ამას მივალაგებ ერთი შევაწყობ დავიწყე დალაგება გაივსო ჭურჭელი რაც მქონდა ეხლა მარაგი ხო ბანკები გაქვთ რაღაცა სახლში ესე ქილები და გადმოვიღე მე წავედი ქილები არ ყოფნის მე ნახე წყლის ჭურჭელი დიდი ადრე წყლები რომ იკეტებოდა 70 ლიტრიანი დავიწყე ამაში ჩაწყობა მე მეგონა რომ ჩაეტეოდა ყველაფერი ბიჭო გადმოვალაგე და მე ამდექით ჩაყრა დავიწყე 70 კილოლიტრიანი ბაკი გავავსე გრეჩიხით და კიდე მომჩა ესა რა ქვია აქეთ მე რაც ერთი შოკი მაშინ მივიღე ეს რა არის მეთქი ეს ჩემ თავს კითხვა დაუსვი ეს იყო გაუცნობიერებელი პანიკა ხალხნო ეს როგორ და 70 კილოგრამს ვინ შეიძლება ქვეყანა იქცევა მე ჩემ თავს საკუთარ თავთავრობა დიალოგი 1-3 პარკი ის ნახე დიდი შეფუთვებით მაკარონები აქეთ ისა ბრინჯიო იქით რავით მე ისინი რა ქვია
გავიადინები არ მიყვარს და მაშინ ვიყიდება და მაინც რა უნდა მეკნა გაჭირებული და მშიერი რო ხარ ყველაფერს შეჭამ ხო და მე ჩავხდე კიდე ტელევიზორში იგივე პანიკა უკვე მივხვდი რა ხდება ჩემ თავს აი გავაცნობიერე რომ ვიყავი რაღაც ბანდა მე ვისროლე ტელევიზორი იქით გადავაგდე გავთიშე ყველაფერი გადევირია ინტერნეტში არის მეტი ვინმე მარდა კიდე კარგი რომ გუნდს მოვედი რაღაცა ხმა მითხრა დაალაგე ჯერ ეს რაღაც შეხედე რამდენი რამე გიყიდია გალო ეხლაც ამაგრის გრეჭი ხა არი ნერვიულოთ ჭამის მერე კი ჩემი შესაჭმელი გახდა და ეხლაც მაქვს საწყა 1-2 კილო დარჩენილი ნახეთ რატო ვამბობ ამას რაღაც ესეთია შესაძლებელია თქვენში შიში მაგრამ ეს შიში რამ გამოიწვია არ ვიცი მე ახლა ნამეტანს ფიქრობთ მომავალზე შესაძლებელია ადამიანებთან შიში ხო იმიტომ რომ იმედგაცრუებაში მოხდით რაღაც აი ეს ყველაფერი უკვე სამომავლოდ ისეთნაირად ისახება თქვენთან რომ რაღაცა აი თუ შეიძლება ადამიანს დავახლოვდებით გეშინიათ რომ იგივე არ მოხდეს იგივე რაღაც არ იყოს პანიკა შინაგანი შფოთვა ხო და როგორ არის იცი უკვე ისე დაბლოკილი აქ თქვენ უკვე დაბლოკილი გრძნობთ ამას რომ წინ ვერ მიდიხართ ვერ მოძრაობ შეფერხებებია ხო ამიტომ აქედან უნდა განთავისუფლდეთ ჩემო კარგებო და აქ იცით არა და რას ვერაცნობიერებთ თქვენ რამ ხელა წარმატება გაქვთ ხალხო რა სისულელე რა ის თქვენ ხართ უძლიერესი ბუნებრივი რაღაც მექანიზმი თქვენში არის ის რომ ყველა პრობლემას რომ გადალახავთ აბსოლუტურად აქ რა ახალი კავშირები გჭირდებათ შეიძლება ახალი ურთიერთობები მეგობრობა სიყვა იმედი გჭირდებათ ხალხის საზოგადოება გჭირდებათ ისეთი ვინც იმედს მოგცემთ გულს გაგითფობთ დადებითი მუხტი გჭირდებათ აი დადებითი საზოგადოება ირგვლივ იცით რა არადა თქვენი გული ღია იყო მაგრამ აი ეს დამოკიდებულება აი ჩემი გული ღია არის აი სიყვარულისთვის მზად არის მეგობრობისთვის всё გამოდით ის რაც იყო თუმცა ახლა იგივე რაღაცა ვიღაცას რო შეამჩნევთ ხო აქ მე ვისაუბრე იმაზეც რომ ყველაფერს ნუ გაანდობთ ამ ხალხს და ესე ძალიან ნუ შეხვალთ ხო დისტანციაც დაიცავით მაგრამ მიხვდებით რა ვინ გჩუქნის აი ამ იმედს აქ თქვენ საერთოდ გამოგჭრით ეს იმედიდან არავინ არ გაგიმართლათ სავსებით მესმის უკვე თქვენი არა და იმხელა სიძლიერე იმდენად განსხვავებული ხართ როგორ არის იცით აი ეს ქალბატონი ჩემთვის არის ყველაზე უძლიერესი ხალხნო თქვენში ყველაფერი არის ჯერ ერთი სწრაფი ენერგია შეიძლება აღდგენა შეგიძლიათ აი მომენტალურად ხართ ეს იტიროთ კერჩხლებს ახასიათებს შეიძლება მთელი ღამე ტირილში გაატაროს და მე გარეთ ისე გავიდეს აუ ყველაზე ბედნიერია ხო არ არის გამორიცხული რაღაც ესე ნახე სწრაფი ენერგიის აღდგენა უფრო სწორად გახასიათებთ თქვენ აქ მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ასევე გამბედაობაც ეხლა რა არის რა მოგცემთ თქვენს იმედს მე შეიძლება აქ თქვენ გიჟღერებთ ზუსტად ნახეთ რაღაც სიტყვებს ხო წინადადებებს რაღაცებს ვამბობ მაგრამ თქვენ თავსაც კითხვა დავუსვით რა არის ჩემთვის იმედი სად არის იმედი რა მომცემ შეიძლება სხვა რაღაცაში არის და აი იქედან უნდა დაიწყოთ რაც თქვენ დაგაიმედებთ ხო ხშირად არის ადამიანები სხვათა შორის ნახეთ თქვენ სიძლიერ მხარეს თქვენს რაღაც ამ სიძლიერეს კი თუნდაც მიხვედრილობას თუნდაც აკნინებენ და გიქმნიან ისე შთაბეჭდილებას რომ ეჭვი შეგეპარო საკუთარ თავში ეხლა მქონდა სხვათა შორის მეც მქონდა ესეთი შემთხვევა ეხლა არა მაგრამ მაინც ახლაში ითვლება ახლაში უფრო სწორად ახლა
გავიხედე ეს ერთ ადამიანს ვეუბნები, რომ ეგ საქმე გამოგდის. აი დავუშვათ სამსახური, გამოგდის, მიდიხარ. ამ თვეში გამოდის 100 ყველაფერი დაულაგე და მეუბნება, რომ არაფერი შემოთავაზება არ არის. მე ავდექ ბიჭო, მაშინ ხო დამეხმარეო ადრეო და რომ გამოგივიდაო, ეხლა არ შეიძლება. მხარი გამოდის მეთქი და მე ავდექი და რა ვიცი მეთქი, არა და ვიღაცა მე მხარ მაგრად მოგიტყნა მაშინ პატრონი მეთქი. ესე გამოდის რომ ვეღარც მე ვერ ვხედავთ, ხო? ნახეთ კითხვა. სადავსვი. მე ვუთხარი აქ არის შენთან ადამიანი, ნუ ქალბატონი რა თქმა უნდა. ეს ადამიანი მე ვუთხარი, რაღაც არ მომწონს, ესეა. არავინ არ არის. გავიხედე. გავიდა დრო და სინამდვილეში იმ თვეში წავიდა ეს ადამიანი სამსახურში და მეუბნება რაღაც ესე გაშლა უნდა, რა ხდება? თურმე არის ადამიანთან სინამდვილეში ესე ურთიერთობაში და ეს ხალი, რავი, ტყუილები, ბაღნის შეტენვა, იმის შეტენვა, ამი რაღაცები ესეც ჩალიჩობს რა. დაეჩალიჩა. აინტერესებს ეხლა რა ხდება და ბიჭო, არასწორს თუ გეუბნები მე შენ, კიდე ჩემთან როგორ მოდიხარ, ხო? ჯერ ერთი. მერე მეორე. მაშინ უკვე ვთქვი, მე შენ რო კითხე ეს ყველაფერი, ხო გითხარი და ხო გაფრთხილებული მყავდი. მერე კიდე სამსახურში რომ წახვედი და ეხლა მეუბნები, მე ეს რო გითხარი და უარყოფდი ამ ყველაფერს. ანუ შენ რას აკეთებდი? ჩემს ხარჯზე ინფორმაციას ღებულობ, შეხედეთ ახლა, თქვენც გექნებათ იგივე მომენტები. ინფორმაციას ღებულობთ, მე მარწმუნებ ისეთნაირად, რომ ეს არასწორი არის, ანუ მე მიჩენ ჩემი თავის მიმართ, ისეთ დამოკიდებით ვერ ვხედავ, აი როგორ იცი, ვეღარ შევაფასო საკუთარი თავი, ხო? ეჭვი გამიჩნდეს, ან შემეშინდეს, ან უკან დავიხიო, ან რაღაცა, ხო, ეხლა სწორ ინფორმაციას თუ ვერ კრიბავ, ავი რა. რაზეა ყველა. ანუ მე მხევ უკან. რატო გააკეთე ეს? რატო აკეთებ ამას? იცი რა, არავისთვის რას ქვია, არავისთვის არ გვი, მე არც დედა ვარ, არც მეგობარი, მე ვარ ამ საქმეში გეხმარები შენ. მე გაძლევ მიმართულებებს შენ. და მე უკვე ის ადამიანი არა ვარ, ვაიმე ვერ გეტყოდი, არ გეტყოდი, იმიტომ რომ არ დავბლოკილიყავი. ჩუმად ვისთან უნდა იყო ადამიანო, ვეღარ უნდა მიხვდე? ვისთან როგორ უნდა მოიქცე და ვისთან იყო ჩუმად ადამიანი ვეღარ ხვდები? რა გამოდის, დებილი ხარ, ეს გამოდის. რა უნდა ელაპარაკო ახლა ეს ადამიანები? კაცო, კი ბატონო, მოისმინოს იმ ადამიანმაც, ვის გულისხმობ ხო, მოისმინოს. და უნდა ეწყინოს, უნდა ეთკინოს, დებილი არის, всё. კაი სიტყვა ვისწავლე, ის ერთი კაცი გამოდის. დებილებო მიაყოლეს, კარგი გემრიელი სიტყვა ყოფილა. არ მქონდა ლექსიკონში და ეხლა მაქვს. მართლა გემრიელი. აი ნახეთ როგორ არის თვით შეფასებას ადამიანი გიგდებს. ასეთი საქციელი. მე რომ მას მისი დამეჯერებინა და რაღაც ესე არ დავჩენო. ვისატყუებ. მე რომ ჩემს ნახე მართლა შემეტანა ეჭვი თვით შეფასებას გიგდებს და ის იგივეა სხვაც. სხვაებიც ის იგივე, აი ეს დაწუნების რაღაცა ისეთი, ამ დროს თვითონ იმის ნახევარს არ შეუძლია და არ არის და ვერ არის და ასე შემდეგ. 1000-ნაირად შეიძლება ადამიანმა თვით შეფასება დაგიგდოს. და თქვენ ეს ქალბატონი არ ხართ, არა გინეცვალე, რომ ასეთი გავლენის ქვეშ მოექცეთ, თუმცა უკვე მოქცეული ყოფილ ხართ. მაგრამ რატომღაც მაინც წარსულში რაღაცა მიფიქსირდება, ხო? იყავით თემა, ან ხართ და გამოდიხართ. თითქოს ახერხებთ და თან ვერ ახერხებთ ამ ტრანსფორმაციას. კარგი ვნახოთ კიდევ თუ არის აქ რამე რაც უნდა გაითვალისწინოთ. მაიცოდეთ. აქ უნდა იცოდეთ უნარი რისკებიც არის. უნარი ყველაფერი დაუკავშირეთ ერთმანეთს. და თქვენ
ძალიან ბევრ პასუხს იპოვით. მაგრამ აქ არის ახალი იდეები, უნდა იცოდეთ ეს პოტენციალი, ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ, ეს ყველაზე დიდი ნახეს შესაძლებლობა გაქვთ თქვენ აქ განახლების აღდგენის წინსვლის შესაძლებლობა, ხო? უბრალოდ მე რაც გითხარით, აი ეს აქ ყველაფერია, რა უნდა იცოდეთ, ეხლა რა უნდა გაითვალისწინოთ, რა გიშლის ხელს, რჩევა, ამ გაშლაში ყველაფერი არის ნათქვამი უკვე. ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევა, ადამიანს ვესაუბრები, ხო და რჩევას რას მეტყვით, ქალბატონო ნინო, ბიჭო. ამდენი ყველა თავიდან დავიწყო, თავიდან იგივეს ვერ გავიმეორებ. როცა ენერგიაში შევდივარ, როგორ გავიმეორო, იგივე სიტყვები და იგივე რაღაცა, რაც მოდის, საუბრობ, კითხვებზეც ისე ვარ, ხო ხედავთ, რაც მოდის კითხვა, ან არ მოდის. მე ხო დაწერილით არ ვიმაშვები ხალხო, ჩამოწერილი არა, მაგის ტექსტი რა გელაპარაკოთ. და კითხვები ვერ ხედავთ, რომ არა მაქვს ჩამოწერილი. აუცილებლად შეიგრძნობთ ამას, თუ ვინმეს ეჭვიგებარებათ, თუ და მაინც თუ ეჭვიგებარებათ, გადით კაცო აქედან თავს მოიმაშვებით, რა ქვია, იზღუდავთ და რაღაცა. კარგით, ესე ვერ ვხედავთ, ვერ აცნობიერებთ, ვერ გრძნობთ, ამიტომ დატოვეთ გვერდი ესეთი. კარგით ნახოთ, მაშინ ამ ყველაფერს გადალახავთ ბოლო-ბოლო თუ ტყუილად ვლაპარაკობთ, ტყუილად ისმენთ და ისევ გინდათ ამ რაღაცა ვაი რა მეშველებას თემაში დარჩენა. გადალახავთ. ვაი რა მეშველება. არა ეს საიდან წამოვიდა ეხლა. გამეცინა ოღონდ მართლა. გადალახავთ თუ არა? გადალახავთ, სხვათა შორის გადალახავთ. თანაც როგორ რაღაც როგორი მითქი გადალახავთ, იცით? მოდი კიდევ მითხარი. როგორი ფორმით რა დაგეხმარებათ? არა, ახალი საწყისი კი დაბალანსება ენერგიის, დაბალანსება, აი რა მეშველება, ეს მაინც გრჩებათ, რა იყო ხასიათად გექცათ უკვე, აი ხასიათში ჩაგიჯდათ ეს თემა? ასე არის. ხასიათში ჩაგიჯდათ. როგორ არის, იცით? უმწეო მდგომარეობაშია. აქ თქვენ უნდა დაიწყოთ თავიდან. ახალი საწყისი, აი როგორც თქვია, სიყვარულით უნდა გადალახავთ, დაიწყებთ, მაგრამ ეს უმწეო მდგომარეობა მოგწონთ, კაცო? რაღაცა როგორ არის, იცით? ხანდახან გძდებთ, რომ აი წინსვლის საშუალება არ გაქვთ, რაღაც შეგრძნება, ვაიმე რა უმწეო, ვაიმე ახლა, აი, ხო, აი ზუსტად, ვაი რა მეშველებას თემა. დაბალი როგორც თქვი, დაბალი თვითშეფასება. ეს უკვე გავაჟღერე და ახლა იგივე სიტყვები უნდა გავაჟღერო, ესე გამოდის. როგორ არის, იცით? პოზიტივი არ არის აქ, პოზიტივი იმედი არა. კარგით, რა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ეს პოზიტივი, ეს ყველაფერი გავიგეთ, კიდე რა შეიძლება გაკეთდეს აქ, რომ ეს პოზიტივი დაბრუნდეს ადამიანთან, რა შეიძლება. კარგი, კიდე რა შეიძლება? ყველა ესა გაქვთ არა და შესაძლებლობა თქვენ. ნახეთ, რა შეიძლება აქ რომ გაკეთდეს. რატომღაც ესეთი ის მოვიდა, რავი, თუ ვინმე შეგიძლიათ ირბინეთ. არა, არ ვხუმრობ. შეიძლება კი გქონდათ, ან იარეთ, მოდი რაღაცა დრო დაუთმეთ სიარულს. ეხლა არ თქვათ, რომ მე იმდეს დავდივარ, არა, ეგ სიარული სხვა არის. აქ სიარულზე მაქვს აქცენტი პირდაპირ. შეიძლება მოგზაურობა დაგეხმაროთ აქ, ესეც არის მოგზაურობა. აი, იცით რა, თავიდანაც დაჩქარებული, უკვე დრო არის, რომ აჩქარდეთ.
всё, გამოფხილდით, აჩქარ, всё, დაივიწყე, გადადი, შენს ხელშია ყველა შესაძლებლობა. შეიძლება აქ მოგზაურობა კი ბატონო დაგეხმაროთ, რაღაცის გადაადგილება, ოღონდ სწრაფად გამოდით ამ მდგომარეობიდან. როგორ არის, იცით, დაივიწყე ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ საკუთარ თავთან ჰარმონიული მდგომარეობა. და ამიტომაც არის რომ აი ეს შეგრძნებები თან დაგსდევს რაც გავაცხად ახლა რაც გითხარით რაც ემოთ თქვი თქვენ აი ეს პოზიტივი უნდა ადრენალინი პოზიტივი იმედი სიყვარული გულის ჩაკრა ჩახურული და გახსნათ გული შეიძლება ვინმესთან ურთიერთობაში ეს თუ დაგეხმარებათ, თქვენ უკეთესად იცით რა დაგეხმარებათ, ყველაფერი სინჯეთ. კი, შეიძლება ვინმესთან ურთიერთობაც დაგეხმაროთ, ხო? ეს გჭირდებათ. აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა. რა ვიცი, გამოჩნდება აქ ვინმე ისეთი, თუ თქვენ უნდა იპოვოთ ეს ძალა, გამოჩნდება ვინმე თქვენ უნდა იპოვოთ ეს ძალა. თქვენ უნდა იპოვოთ ეს ძალა. ნუ რა ვიცი, იცით რა არის? ეს არის ძალიან ცუდი, რომ ვინმეს დაეყრდნობით. ეხლა ერთი მაგალითი კიდევ გამახსენდა ჩემი ცხოვრებიდან. ნახეთ, მე რო ეკლესიაში მივედი, ჩემმა მოძღვარმა სულიერი დაგამაცნო და მას დაავალა რომ ჩემთვის რაღაცები აეხსნა, ესწავლებინა და სულ მოძღვართან რო ახლა ხან რაღაცა არ ძალიან ხალხი ყავს, აი დაავალა პირდაპირ მიმაბარა, რასაც ქვია. იმდენად დამოკიდებული გავხდი მე ამ გოგოზე იმ პერიოდში. თქვენ წარმოიდგინეთ მე საცხოვრებელი შევიცვალე, რაღაცა დავშორდი თავის თავად ძალიან მიჭირდა. აი ისე სასწაულად მიჭირდა, მაგრამ დასასვენებლად რომ ჩამოდიოდა ჩემთან. ეგრევე ვიხოდებოდი, ხა ცუდი ნათქვამია, მაგრამ აი როგორ არის, ეგრევე გადავიტვირთებოდი და რაღაცნაირად ჩავდგებოდი ფორმაში და თუ ეკლესიას მომენტალურად დავშორდებოდი, იმ წუთში ვუბრუნდებოდი. სხვათა შორის იმ გოგო მარიცის, ახლა მე სად ვარ საერთოდ რა ენერგიებში ვარ, ამას გულისხმობ. ხო, შეიძლება მისი ბრალიც არის რომ იმატოვა. ესე გამოვიდა, ხო? ახლა მთელი ცხოვრება მასზე ხო არ ვიქნებოდი დამოკიდებული, მაგრამ მე გადავხვიე, მოდი ასე ვთქვათ, გზას. ეს კარგია, ცუდია, ცნობიერი ამაღლება, მეხუთე განზომილება, რაცა გამოვედი, ხო, მაგიმიდან. რატო მინდა მე ეს, რატო გაგიჟღერეთ ეს? ეს არ არის კარგი. მაშინ ნახეთ, მე რო სხვანაირად განვითარებულიყავი, დავუშვათ, იქ და ადამიანზე ესე იმდენად დამაკლდა, როგორ იყო, თითქოს ამ გოგოს ენერგიას მივყავდი მე ისევ ეკლესიაში, მე რამდენი გავშორდებოდი. მე დაოჯახდა ის ეს და შეიცვალა ცხოვრება. მოხდები დავშორდი თავისთავად. ნუ დავშორდი რა მოიტანა ესე ცხოვრებამ დაოჯახდა. და აღარ მაქვს ახლა ეს ხელა კომუნიკაცია და თან მით უმეტეს ამ საკითხებზე. აი აქ თქვენ ნახეთ, ვინმე დაგეხმარებათ, თუ თქვენით გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. კითხვა მე ასეთი მქონდა, დრო ხო არ გამექცა, 40 გამექცე, მაგრამ უცებ დავასრულებ ახლა. მე გეტყვით, რომ თქვენით უნდა გამოხვიდეთ, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ მე შესაძლებელია აი ზუსტად ამ ენერგიებში დარჩეთ და რაღაცა კიდე პრობლემა ხო შეიქმნება, ვიღაცა ავიყო, ყველა ყوار გაგიმართლებს მეგობრებიდან იმედგაცრუებაში მოხდებით, ვეღარ აღადგენთ, კიდევ გაგიჭირდებათ. ნახეთ, ეს თემა ისევ დასამუშავებელი გექნებათ. ვიღაცა კიდევ დაგჭირდებათ, რომ ჰე, ადეკი პატარა ბავშვი რო წამოაყენებ, ხო? ზუსტად იგივეა პატარა ბავშვი რო წაიქცევა, თუ შეხედავს რომ არავინ არ მიეშველება, თავისი შეეცდება ადგომას. აი იგივე მომენტია და თუ მიეშველები ერთხელ ორჯერ სამჯერ მიეჩვევა ამ მომენტს და იქ გახდება დამოკიდებული ვეღარ შეძლებს თავისი აღარც მოუნდება ხო ელოდება ჰე ამაყენეთ ახლა
გაიგეთ რისი თქმა მინდა? რამდენი რამე მოგიყევით, ეხლა ჩემი ისტორიიდანაც მოგიყევით და პატარა ბავშვებსაც შეგადარეთ, ხო? სამწუხაროდ მეც ესე აღმოჩნდი პატარა ბავშვის მდგომარეობაში. აი აქ თქვენ როგორ არის იცით, პირდაპირ გეუბნებიან. თქვენ ვინმე კი არ უნდა დაგეხმაროს, მეტად შეიყვარეს საკუთარი თავი, გაიხსენე როგორ მიაღწიეს წარმატებას და გაამხნევე საკუთარი თავი. შენ ყველა შესაძლებლობა გაქვს აქ. ყველანაირი შანსი გაქვს აქ, ეს რომელი არის? ხო. შენი ინტერესები, ნახე, მეტი წინ წამოაყენი, აი ამას გეუბნებიან აქ. არ არის აქ იმხელა პრობლემა, რამხელასაც დაუშვათ თქვენ ქმნით. საკუთარი თავის ფეხზე დაყენება შეძლიო. პირდაპირ აქ არავის იმედი არ. პირიქით დაიცავი თავი, თუ ვინმე გამოჩნდა და თუ ვინმე შეეცადა და რაღაცა არა, ვარი თქვით. ვარი თქვით ამ სხვის დახმარებით თქვენით შეძელით. ეხლა ამ თემაზეც მე ვისაუბრებ, როდესაც ადამიანი ამბობს, აი, ჩემთვის ამ გააჩნია რა შემთხვევაში იზამჩი, ყველაფერს ნუ აიღებთ თქვენს თავზე კაცო, ეხლა მაგ თემაზეც მქონია მე საუბარი, ხო და კიდე გავაკეთებ შემდეგ ეხლა დრო გაიქცა უბრალოდ და არა იტვირთება. რომ აი მე ვიზამე და კი სამყარო ისმენს, კი შენქენი. ამ შემთხვევაში გეუბნებით, აი აქ რაც ხდება, ეს თქვენ უნდა მოახერხოთ, თქვენით უნდა გაძლიერდეთ, თქვენ გააქვთ ეს პოტენციალი. თქვენში იცით რამხელა ძალა არის? რამხელა ჯერ ერთი ენერგია არის. მე კიდე როგორ რა იყო ის იმასაც ფიქრობთ, რომ რამე სურვილი არ შეგისრულდებათ, რას ქვია არ შეგისრულდებათ. აქ თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, აი სულიერ ხედვასაც კი მიაღწიოთ, თუ ეს არა გაქვთ. გაიგეთ რაშია საქმე? აი ესეც კი შეგიძლიათ. ხო, აი აქ უნდა გამოხვიდეთ მაგ სასოწარკვეთილი მომენტიდან, უნდა გამოხვიდეთ რაღაცა აი უიმედო მომენტიდან, მდგომარეობიდან და აუცილებლად თქვენით უნდა გაძლიერდეთ და მიაღწევთ ამ წარმატებას და ამ სიძლიერეს. ყველაფერი თქვენს მხარეზეა, კი ბატონო, კი ბატონო. დღევანდელი გაშლა ეს იყო, კიდე მინდა თვითონ გავაგრძელო რაღაც და მცირე ახლა თქვენც რაღაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და გჭირდება თქვენთანაც. ხო, მაგრამ მეც ვეღარ ვასწრებ სხვა თემაში იყოს. ამიტომ აქ რაც გავაშღერე, მოისმინეთ და გაიაზრეთ, სად არის პრობლემა დაინახეთ. გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით.